დაზოგოს და უფრო მკაცრად გააკონტროლოს ევროზონის სახელმწიფოების საბიუჯეტო დისციპლინა. ბრიუსელში ევროპული ქალაქების მერების ყრილობა გაიმართა. შეხვედრას ევროპარლამენტში თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო. ღონისძიება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გახსნა. ვარშავისა და ბრიუსელის მერებთან ერთად სიტყვით გიგი უგულავაც გამოვიდა მერების ყრილობის მთავარი თემა გლობალური დათბობა და ენერგომოხმარების შემცირების საკითხები იყო. თბილისი ერთ-ერთი პირველი ქალაქია ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებიდან, რომელიც 2010 წელს მერების პაქტს შეუერთდა. საქართველოს დედაქალაქმა სხვა ევროპული ქალაქების მსგავსად 2020 წლამდე ენერგომოხმარების 20%-ით შემცირების ვალდებულება აიღო. შეხვედრაზე გიგი უგულავამ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ამ კუთხით დედაქალაქში განხორციელდა და სამომავლოდ არის დაგეგმილი. კონვენციის ძირითადი პრინციპი მდგომარეობს შემდეგში, რომ ქალაქებმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ გამონაბოლქვი და ენერგოეფექტურობა და ენერგომოხმარება შეამციროს 2020 წლისთვის 20%-ით. ეს მნიშვნელოვანია საერთო გლობალური პროცესებისთვის, იმიტომ რომ და ამ თვალსაზრისით თბილისი სწორედ ამის გამო შეუერთდა და ჩვენ ძალიან ბევრი ღონისძიება უკვე ამ ერთი წლის განმავლობაში განვახორციელებთ, კერძოდ მშენებლობის ნებართვაში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ის ღონისძიებები, რომლებიც ბევრად უფრო ენერგოეფექტურს გახდის ამა თუ იმ შენობას. ამ ხანაგობების პროგრამაში ჩვენ შევიტანეთ თანადაფინანსება სადარბაზოების განათების, რომელიც აბსოლუტურად ენერგიის დაზოგვაზეა ორიენტირებული, ასე რომ მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, უკვე განხორციელებულია და ერთწლიანი სამოქმედო გეგმა წარდგენილია შესაბამისი კომიტეტისთვის.